სპარსეთის ყურეში. ამერიკის ყველაზე ახლო არაბი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში სულ უფრო მეტად არიან ვაშინგტონით უკმაყოფილოები და ზოგიერთები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აშეტეშოს ძალების მასპინძლობის მნიშვნელობას. Washington Post-ის მიხედვით, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბარეინი ყველა შეშფოთებულია იმით, რასაც ისინი თვლიან პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებად მიდგომად ირანთან ომში. ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ესკალაციას. შემდეგ კი უკან დაიხია, როცა მოლაპარაკებები წინ მიდიოდა. ამ დროს სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების ქვეშ არიან და კონფლიქტის ეკონომიკურ ფასს იხდიან. ასე რომ, რამდენად აზიანებს ეს ნდობას ამერიკის მიმართ და შეიძლება თუ არა სპარსეთის ყურის ქვეყნებმა სხვა უსაფრთხოების პარტნიორების ძებნა დაიწყონ. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან ერთად არის ახმედ ხუზაი. ის არის პოლიტიკური კონსულტანტი, რომელიც ბარეინის დედაქალაქ მანამაში ცხოვრობს. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე. ცხადია, ჩვენ ხედავთ უამრავ ანგარიშს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებულ სერიოზულ შეშფოთებაზე, რაც შეეხება შეერთებული შტატების სანდოობას როგორც პარტნიორს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულია ეს კრიზისი? ვიხილავთ თუ არა სცენარს, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნები უბრალოდ დაიწყებენ სპარსეთის ყურის სხვა პარტნიორების ძებნას? არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სანდოა ეს წყაროები. ბოლო დროს ხედავთ ბევრ ესეთ ანგარიშს, როგორც Reuters-ის, ასევე New York Times-ის და სხვა მედია საშუალებებისგან, რომელთა უმეტესობა სპარსეთის ყურის ოფიციალურმა პირებმა დახურეს. ეს ერთი მხარეა. მეორე მხრივ კი, დიახ, სპარსეთის ყურის ქვეყნებს ნამდვილად აქვს შეშფოთება. ჩვენ ომის შუაგულში ვართ, რომელიც ჩვენ არ მოგვითხოვია. მაგრამ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქნა მოხდენილი, რა თქმა უნდა, არა ისე ძლიერ, როგორც ირანის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს სერიოზული შეშფოთებები. თუ არა იმაზე, რაც ადრე მოხდა, მაშინ იმაზე, რაც მომავალ დღეებშია დაფარული. იცით, მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი ადგილზე? თქვენ აშკარად ბარეინში ხართ, ქვეყანაში, რომელიც ირანის რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდა. რას ელოდება საზოგადოება? რა უნდა მოხდეს შემდეგ? ყველა საუბრობს იმაზე, როგორ დასრულდება ეს. დღეს საზოგადოებისთვის მთავარი გაურკვევლობა, როგორ დასრულდება ეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს და დაასრულებს იმას, რაც დაიწყო. თუ ისევ შუაგზაზე დატოვებს ყველაფერს, როგორც ახლა ვცხოვრობთ. უმეტესობა ამას გაურკვეველ მდგომარეობად მოიხსენიებს, სადაც არავინ იცის, რომელ მხარეს არიან, აქეთ თუ იქით. მშვიდობაა თუ ომი. ეს ფაქტობრივად ადამიანებში გაურკვევლობას იწვევს. და რა თქმა უნდა, როგორც თქვენც ახსენეთ, თავად ოფიციალური პირებიც არ არიან დარწმუნებულები, რაც არც ეკონომიკისთვისაა კარგი და არც რეგიონის უსაფრთხოებისთვის. მინდა ვისაუბრო იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები გადაწყვეტენ სხვა ქვეყნებთან ალიანსს და შეერთებული შტატებისგან დაშორებას. რომელი ქვეყნები იქნებიან შემდეგი რიგში, როგორც პოტენციური საუკეთესო პარტნიორები? ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ძირითადი ალიანსის ან მოკავშირეთა ფორმირება. ერთი ალიანსი კონცენტრირებულია საზღვაო უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორე ალიანსი შედგა საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის. ეს უბრალოდ სხვა შექმნილი ალიანსების გაგრძელება. რა თქმა უნდა, თუ მათ დამოუკიდებელ ალიანსებად შევაფასებთ, ეს დიდ განსხვავებას შექმნის. მაგრამ თუ ამას უფრო ფართო სურათის ნაწილად შევხედავთ, ეს ისეთი დიდი განსხვავება აღარ იქნება, რამდენადაც ეს უბრალოდ რეგიონის მოწყობისა და გადანაწილების საკითხია. ეხლა, როგორ განვითარდება ეს მომდევნო დღეებში, რა თქმა უნდა, გულისხმობ, როგორც მახსოვს გასულ წელს დეკემბერში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი გამოქვეყნდა, დაიწყო ცვლილებები. სადაც შეერთებული შტატები საუბრობს თავისი ყოფნისა და ბაზების შემცირებაზე რეგიონში, განსაკუთრებით აქ, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნები უკვე ეძებდნენ სხვა მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს კიდევ მანამდე. ასე რომ, ეს უბრალოდ გაგრძელებაა იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა ეს პროცესი. და რა თქმა უნდა, ეს განვითარდება მომდევნო წლებში. ეს ერთი მხრივ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მე არ ფიქრობ, რომ ეს ასე მოხდება. შეერთებული შტატები კვლავაც ჩვენი მთავარი მოკავშირეა აქ ყურეში. მართალია. იცით, ფიქრობ, ამჟამად ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ რეგიონში. მაინტერესებს მოვისმინო, როგორ შეიცვალა ისრაელის აღქმა ამ ომის განმავლობაში, განსაკუთრებით ყურის არაბული ქვეყნების ლიდერებს შორის. აშკარად არსებობს დაყოფა, რასაც ხედავთ, მაგრამ ჩვენ იცით, ბევრი ანგარიშიდან და ისრაელის ოფიციალური პირების კომენტარებიდან ვიცით, რომ არსებობს თავდაცვითი თანამშრომლობა. ომამდე, რა თქმა უნდა, მოგწონს ეს თუ არა, ისრაელი მუსლიმურ და არაბულ სამყაროში ნომერ პირველი მტერი იყო. ომის შემდეგ და ჩვენ ამაზე აქ ამ არხზე თქვენთან ერთად ვისაუბრებთ.
ომის დროს, უფრო ზუსტად კი ომის პირველ კვირაში, იმ არაბული და მუსლიმური ქვეყნების თვალში, რომლებიც ადრე ისრაელს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევდნენ, ირანი ნომერ პირველ მტრად იქცა. ირანი ომის პირველ ორ კვირაში რეგიონში პირდაპირ თუ ირიბად კინაღამ 13 ქვეყანას დაესხა თავს. ამან ფაქტობრივად ისრაელის პოზიცია პირველიდან მეორეზე ჩამოაქვეითა და ირანი გახდა ნომერ პირველი. ეხლა იმისთვის რომ ამას უკეთესი ფორმა და უკეთესი ადგილი მიეცეს მომავლის ფორმირებისთვის, მე ვფიქრობ ეს ერთის მხრივ ისრაელელების ხელშია, ხოლო მეორეს მხრივ არაბი ლიდერების. მათ უნდა წაიყვანონ ეს წინ პალესტინის ტერიტორიებზე დაძაბულობის შემცირება და ეხმარება ამის მიღწევაში. მაგრამ ასევე უბრუნდებით მთავარ საკითხს, რომ ეს მიღწევადია. ეს რთული მისაღწევია. ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ამას, მაგრამ მე ვფიქრობ და ოპტიმისტურად უყურებ ამ საკითხს.